ყველას გულით მოგესალმებით, აი სამშაბათიც მოვიდა და ჩვენ ყველა ხვდებით ერთმანეთს რადიო იმედის ეთერში, რათა ვისაუბროთ ბიზნესზე და იმ ახალ პროექტებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ინერგება და რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის მიმართულებით. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ არა მარტო გვისმენთ, არამედ გვიყურებთ კიდეც ჩვენს Facebook-ის გვერდზე, ისევე როგორც პორტალებზე იმედიჯი და MyVideo-ჯი, ასევე მარკეთის IP ტელევიზიის 53 არხსა. დღევანდელი თემა ჩვენ გვინდა მივუძღვნათ ცოტათად ღვინოს, იმიტომ რომ რაღაცა სეზონი მოდის ეხლა ღვინის, კვების და მსგავსი აქტივობების და სწორედ ამიტომ სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ ნინი ქინქლაძე. ნინი ქინქლაძე გაახავთ ინოვაციური პლატფორმის Madam Sommelier-ის დამფუძნებელი და მისი აღმასრულებელი დირექტორი. ეს პლატფორმა სულ ახალ შეიქმნება საქართველოში და ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებებს ატარებს. 26 ივნისს საქართველოში ღვინის მარკეტინგისა და მედიის ფორუმი გაიმართება, რომელიც პირველია ამ მასშტაბით საქართველოში და რა უნდა ყოფილიყო უფრო აქტუალური თემა თუ არა ეს ფორუმი და აი ამ ფორუმთან დაკავშირებით სწორედ ნინი გვესაუბრება. მოგესალმებით ნინი. გამარჯობა თორნიკე. ნინი, პირველ რიგში მაინტერესებს რა იდგა იმის უკან, როდესაც თქვენ გადაწყვეტეთ რომ დაგეფუძნებიათ Madam Sommelier და რა არის Madam Sommelier როგორც კონცეფცია? პირველ რიგში ჩემი ღვინის სამყაროს მიმართ დიდი სიყვარული და ხობი, რომელიც 10 წელზე მეტია, რომელმაც გამიტაცა და ბოლო 2 წელია უკვე ინტენსიურად სრული განაკვეთით მარტო ამ პროექტს ვუთმობ ჩემ დროს და რესურსებს. ეს ძალიან კარგია. რა არის კონკრეტულად Madam Sommelier, რას მოიცავს, რა მიმართულებით მუშაობს და რით ეხმარება ის სხვა ორგანიზაციებს? Madam Sommelier არის პლატფორმა, რომელიც მთელ სამყაროს უყვება ქართულ ღვინოზე, გასტრონომიაზე, კულტურაზე, ადგილებზე და ადამიანებზე, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. ანუ ინსაიდერული ინფორმაცია მთელი მსოფლიოსთვის, თუ რა ღვინო დალიონ, რომელ რესტორანს, კაფეს თუ ოჯახს ესტუმრნონ და როგორი კერძები დააგემოვნონ და რომელ ღვინოს მოუხდება ის თუ ეს კერძი, ეს ქართული ღვინო იქნება თუ საერთაშორისო და კიდე ბევრი საინტერესო რამ, რაც შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთს გაუზიარონ. გქონდა თუ არა რამე კვლევა ან რამე ტიპის ინფორმაცია, რის რაზე დაყრდნობითაც თქვენ გადაწყვეტეთ Madam Sommelier-ს დაფუძნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვა ტიპის პლატფორმები არსებობს ღვინის შესახებ, კვების შესახებ, ტურიზმის შესახებ. რამდენად მოთხოვნადი იყო ეს პლატფორმა და მსგავსი ტიპის პლატფორმები ქართული ღვინის შესახებ მთელი მსოფლიოსთვის? კვლევა როგორც ისეთი მე პირადად არ ჩამიტარებია, თუმცა 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა პროფესიონალ მეღვინეებთან ურთიერთობით თვითონ ამისი ჩვენ ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზით ეს იდეა დაიბადა და ბოლო 2 წელია გადავწყვეტეთ, რომ რეალურად ვაქციოთ ოცნება რეალობად. სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, ბოლო პერიოდში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ ქართული ღვინის ზოგადად პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში იზრდება. ანუ თუ ჩვენ დავაკვირდებით, ადრე თუ პოსტსაბჭოური სივრცისთვის იყო მხოლოდ საინტერესო ქართული ღვინო, ეხლა ამ ბოლოს აღმოჩნდა ჩინეთის ბაზისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა ქართული ღვინო. ჩვენ ვყავთ ამ გადაცემაში სტუმრები, რომლებიც ჩინეთის მიმართულებით აქტიურად იყვნენ ჩართული, ისევე როგორც ევროპის მხარე, ამერიკა არის ბაზარი, რომელიც მკვეთრად ვითარდება, იმიტომ რომ ქართული ღვინო ამერიკაში ძალიან პოპულარული ხდება. რა არის თქვენი დაკვირვება, როგორ ვითარდება ქართული ღვინო და რა ახალ ბაზრებს და მწვერვალებს იპყრობს ის მთელ მსოფლიოში? მე შემიძლია ვთქვა, რომ არა ერთი უდიდესი შრომა ჩაატარა ჩვენმა სახელმწიფო უწყებებმა, რომ საქართველო როგორც ღვინის ქვეყანა უფრო გამოჩნდეს მსოფლიო ღვინის რუკაზე, იმიტომ რომ ღვინის სამყარო მაინც დავისებური სამყაროა და ძალიან სპეციფიკურია. სპეციფიურია ნამდვილად და მე 2016-ში იტალიაში ვსწავლობდი მაგისტრატურაში, მეუბნებოდი და ვამბობდი, რომ ვარ საქართველოდან, ვინო ჯორჯანო in amphora, ანუ ესეთი უკავშირი ქონდა ადამიანებს ქვევრის ქართულ ტექნოლოგიაზე დამზადებულ ღვინოზე. შესაბამისად, ეს უკვე 2016-ში და უკვე 15-ში და ცოტა ადრე, ანუ რეალურად 10 წელზე მეტია, რაც ქართულ ღვინის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა. განსაკუთრებით 2017-ის მერე, როდესაც ოფიციალურად გვაღიარა ყველამ როგორც ღვინის აკვანის ქვეყანა. ღვინის სამშობლო.
ალბათ ეს ღვინის სამშობლოდ ყოფნა რაღაც ტიპის პასუხისმგებლობასაც გაკისრებს, იმიტომ რომ შესაძ აი ამ ხელა ტრადიციის მქონე ქვეყანა ხარ, ასეთი ტიპის გამორჩეული პროდუქცია გააქვს და წარმოება გააქვს ღვინის, ალბათ ეს კიდევ დამატებით პასუხისმგებლობაც არის აწარმოება მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო და შესთავაზო მომხმარებელს მხოლოდ კარგი და საუკეთესო. პასუხისმგებლობაც არის, დიდი შრომაც არის, იმიტომ რომ ქვევრის ტექნოლოგია უზარმაზარ შრომას მოითხოვს და ამიტომ ქვევრის ღვინო ვერ იქნება მასიური და ესეთი ხელმისაწვდომი როგორც კლასიკური ტექნოლოგიის მასობრივი წარმოება და ასევე ბევრ სირთულეს მოიცავს, იმიტომ რომ მთელ სამყაროში ქვევრის ღვინის გემო სპეციფიურია და მაგ გემოვნების განვითარებას და შეჩვევას და აღქმას ჭირდება დრო და დიდი შრომა. იმიტომ რომ ამ სპეციფიკურ გემოს, რომლის გემოც ქართველმა კარგად ვიცით, ბევრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვერ იგებს. ნამდვილად. და ურჩევნია ისე სხვა სისტემით, სხვა ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები. ღვინის ფორუმს მინდა გკითხოთ. რა არის ეს ფორუმი, რომელიც ღვინის მარკეტინგსა და მედიას ერთად მოიაზრებს? კითხვაზე, თქვენ პირველ კითხვაზე თუ როგორ რა კვლევა გაკეთდა, ხო, დაკვირვების დროს, ანუ მე თვითონ რომ მოყვარული ვიყავი და ძალიან მაინტერესებდა ღვინის სამყარო, ვაფოლოვებდი არაერთ ნიშურ ღვინის ინფლუენსერს სოციმედიაში, იმიტომ რომ დღეს ციფრული მარკეტინგი, სოციმედია და ინფლუენსერებთან ურთიერთობას ძირითადი ბირთვია პროდუქტის მომსახურების თუ ბრენდის წინწაწევის. ეს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. და მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი ბლოგერები არც ერთი არ არის საქართველოში დამყოფი, კონტენტი არ უდევთ და დაიბადა ესეთი იდეა, რომ მადამ სომელიე მე, იმიტომ რომ 2016-ში სომელიეს სკოლაში რო ვსწავლობდი, ესეთი ზედმეტსახელი დამარქვეს და დღეს უკვე ბრენდად ვაქციეთ. მადამ სომელიე, როგორც ღვინის მარკეტერი და კომუნიკატორი, ეპატიჟება თავის კოლეგებს მთელი მსოფლიოდან. წელიწადში ერთხელ ჩამოდით ღვინის აკვან ქვეყანაში. განვიხილოთ აქტუალური ჩვენთვის საკითხები. ვიპოვოთ რაღაცა გამოსავალი ან იდეები. გაუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება და ვეზიაროთ ქართულ ენო გასტრონომიას და კულტურას. მეც განსხვავებულია ალბათ ამ ბლოგერებისთვის. ვინ მიიღებს მონაწილეობას, ვინ ყავთ მოწვეული ამ პირველ ფორუმზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველი როგორი იქნება, იმიტომ რომ ცოტა პირველად აკეთებ ხომ რაღაც ტიპის ღონისძიებას, ყოველთვის არის ხომ რაღაცა გამოწვევებთან და როგორც დაიწყებ პირველად რაღაც საქმეს, მეც ასე აღწევს. ალბათ პირველი ღონისძიებისთვის სპეციალურად შეარჩიეთ სტუმრები, რომლებიც განსხვავებული და გამორჩეულები იქნებიან, რადგანაც მიმაჩნია რომ პირველი 15 ადამიანი შემდგომ წლებსაც განსაზღვრავს ხოლმე, რომ ვინ მიიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, მე ხას თვითონ უნდა ხოლმე იმ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ოდესღაც სხვა წარმომადგენლებიც ყოფილან. ვინ არიან ეს 15 ადამიანი? ამ სფეროში მოღვაწე წარმატებული კომუნიკატორები, მარკეტერები, ინფლუენსერები, key opinion leaderები იქნებიან ჩვენ გვერდით. ცოტა რთულია ვერბალურად აღწერო გვერდი Instagram-ზე, მაგრამ გვერდის მართველი გუნდის წარმომადგენელი და დამფუძნებელი Wine Destinations, ანუ არის ერთ-ერთი უმსხვილესი ესეთი Instagram-იც, ბლოგიც აქვს, ვებსაიტის და სხვადასხვა პლატფორმაზე მოღვაწე, ანუ ჩამოდის რობერტი ჩვენთან. ჩამოდის ჯორჯია პაპანდაპულო, რომელიც Wine Genius სახელით გამოდის ასპარეზზე. ჩამოდიან ესეთი სტუმრები, როგორც ვინც თქვათ იტალიაში, იტალიური ღვინის წინწაწევაზე მთელ მსოფლიოში დიდი წვლილი მოიტანა და მუშაობს ვინ იტალიის ორგანიზებაზე, Steve Kim ჩამოდის ჩვენთან სპიკერად. და ბევრი კიდე სხვა, იმიტომ რომ 15 ადამიანი წელს რომელი ქვეყნებიდან არიან თქვენი სტუმრები? როგორც მე ვხვდი, ეს არა მარტო იტალიიდან არიან. არა. ნახე, რადგან საერთაშორისო ფორუმია, ჩემთვისაც ამოცანა იყო, რომ სხვადასხვა კონტინენტებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულიყვნენ ადამიანები და ანუ
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან, სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან, ევროპიდან, აზიიდან, ანუ რეალურად ჩვენი სტუმრების არიან ზუსტად აი ამ სხვა ქვეყნებიდან, მთელი მსოფლიოდან არიან. რა იყო მათი პირველი რეაქცია, როდესაც მოწვევა გაუკეთეთ აღნიშნულ ფორუმზე, იმიტომ რომ საქართველოს ბევრისთვის არც ისე ცნობილია. ღვინო კი ბევრისთვის ცნობილი გახდა ამ ბოლოს, მაგრამ საქართველოს როგორც ქვეყანა, ესეთი როგორც ტურისტული ადგილი, ტურისტული მიმართულება დიდად პოპულარული არ იყო ბევრი პერიოდის განმავლობაში. რა იყო მათი პირველი რეაქცია? რეალურად ღვინის სამყაროში სულ სხვა ვითარება მინდა გითხრათ და ამაში მადლობას უხდი იმ უდიდეს შრომას, რაც ღვინის სააგენტომ ჩაატარა ამ წლების განმავლობაში. რეალურად საქართველოში არაერთი მაღალი დონის აკადემიური ლიდერი არის ნამყოფი. თუმცა აი ზუსტად ეს შევამჩნიე, რომ მე თვითონ ხო მაინც მარკეტერი და უკანა ჩემ ბექგრაუნდი ბიზნესი, მარკეტინგი, გაყიდვები, PR-თან დაკავშირებულია და მივხვდი, რომ აკადემიურ წრებში ძალიან დიდი პატივისცემა და ცოდნა უკვე, მაგრამ აი მას სოციმედიაში დამაკლდა კონტენტი და ზუსტად დრო ვიხელთე და გადავწყვიტე მე და მეპატიჟებინა მადამ სომელიეს სახელით და საქართველოში ეს ადამიანები და ძალიან დიდი სიამოვნებით მოდიან და ვინც ვერ შეძლო, იმიტომ რომ უკვე დაგეგმილი ქონდა კონკრეტული მონაკვეთი დროის, აუცილებლად მომავალ წელს ჩამოვალთ თქვენთან შევიდეთ. რა არის შინაარსი ეს 15 ცნობილი ადამიანი, რომელიც ღვინის მიმართულებით ან ინფლუენსერი, ან ამ მიმართულებით მუშაობს, რაზე ისაუბრებს? რა იქნება ძირითადი სასაუბრო თემები? უფრო მეტად პრეზენტაციების სახე იქნება ამას თუ რაღაც ტიპის ნეტვორკინგი ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს შორის? რეალურად ჩვენ ამ შემთხვევაში ვაერთიანებთ, ანუ მადამ სომელიე როგორც პლატფორმა, ეს არის ესეთი ეკოსისტემისში მყოფი წერტილების გამაერთიანებელი რგოლი. და ზუსტად ეს იდეა გვაქვს ჩვენს ამ შემთხვევაში, რომ პირველი ბლოკი დაეთმობა ქართულ მეღვინეობის მემკვიდრეობას, სადაც ვისაუბრებთ ანუ ქართულ საქართველოზე როგორც ღვინის აკვანზე და მეცნიერულად წარუდგენთ სტუმრებს ფაქტებს, რის გამო საქართველო გახდა აღიარებული როგორც ღვინის აკვანი ქვეყანა, ღვინის სამშობლო. შემდგომში ვისაუბრებთ კახური და ქვევრის ღვინის ტექნოლოგიაზე. იმიტომ რომ მაინც უნდა გაიგონ თუ რა მეცნიერება დგას იმის უკან და რითი განსხვავდება, რა აძლევს იმ არომატებს და იმ გემოებს შედეგად ღვინოში და რომ უფრო მეტად გათვითცნობიერებულები იყვნენ და თეორიულად და უფრო მეტი შინაარსი იცოდნენ, იმიტომ ამ ადამიანებმა რაღაც ეტაპზე უნდა შექმნა კონტენტი და თუ შინაარსი არ ვიცი, ძალიან რთული იქნება ჩემთვის რაიმეს მოყოლა. ნამდვილად. ამიტომ თვითონ ფორუმი, ანუ ერთდღიანია თვითონ ესეთი აკადემიური ფორმატით ორგანიზებული ფორუმი. შემდგომში მიმყავს კახეთში ეს სტუმრები და უკვე იქ პრაქტიკაზე და რეალურ ცხოვრებაში დააგემოვნებენ ღვინოს, ამოიღებენ ღვინოს თუნდაც ქვევრიდან და გაესაუბრებიან მეღვინეებს და შექმნიან კონტენტს თითოეულ მეღვინეობაში, რომელსაც ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები ძალიან ბევრი იქნება ამ კონცეფტს. ქართველები როგორ არიან ამ მიმართულებით ჩართული? მოთხოვნა მაღალია, თუმცა მე არ დამიმთავრებია პირველი ბლოკი, ანუ პირველი ნაწილი ამ ფორუმის იქნება ქართულ მეღვინეობის მემკვიდრეობას დავუთმობთ. შემდგომ გავაგრძელებთ ლაპარაკს გლობალ საერთაშორისო ღვინის ბრენდინგზე, ციფრულ მარკეტინგზე, სოციმედიაზე, თანამშრომლობა ინფლუენსერებთან, სწორად როგორ უნდა. მე აუცილებლად ვილაპარაკებთ თუ როგორ სწორად შექმნა ნარატივი და ითანამშრომლო მედია საშუალებებთან და PR ტექნიკები გამოიყენო.
ასევე ვისაუბრებთ ახალ ტექნოლოგიების გამოყენება, როგორ შეიძლება იმისთვის, რომ დღეს უფრო ხელოვნური ინტელექტი და კი, ჩვენთან ჩამოდის ადამიანი, ვინც 1 წლის განმავლობაში ინტელექტუალური ინტელექტის მეშვეობით შექმნა გვერდი და აქ მის მხოლოდ ღვინის თემატიკაზე დათმობილ კონტენტს და მის 1 წელიწადში მისი ფოლოვერების რაოდენობა 212,000-ზე ავიდა. ეს ქალბატონი ჩამოდის, ჯულია და ჩვენი რომელი ქვეყნიდან არის ჯულია? თვითონ პოლონელია. მისი როგორც მე, სხვა ბექგრაუნდი აქვს, განათლება, თუმცა როცა ეზიარა ღვინის სამყაროს, გადაწყვეტა ესეთი საგონება მიიღო და ეს გვერდი გააკეთა და დღეს ფანტასტიკურ კონტენტს ქმნის, მერე აუცილებლად დაათვალიერეთ და მასტერ-კლასს ჩაატარებს, ისაუბრებს თუ როგორ შეიძლება AI-ის გამოყენებით შევქმნათ ჩვენი თუნდაც რილსები, რომელიც ღვინოს ან მეღვინეობას ან ვენახს უფრო საინტერესოდ წარადგენს და მეტ ყურადღებას და შესაბამისად ცნობადობას გაზრდის და მერე გაყიდვებიც გაიზრდება ავტომატურად. ეხლა იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მეღვინების დღეს ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ საერთაშორისო ბაზარზე გატანა ღვინის და ეს ქართული მეღვინების ერთ-ერთი ძირითად გამოწვევას წარმოადგენს, რადგანაც ბევრი აწარმოებს ღვინოს. სხვა ხარისხის, მაგრამ მეორეა წარმოების მერე ის მენეჯმენტი და ის პროცესი, რომელიც გაყიდვებს ეთმობა და გაყიდვების მიმართულებით არის. რამდენად იქნება გაყიდვების მიმართულებით ქართველი მეღვინეების ჩართულობა ამ ფორუმზე? რამდენად იქნება შესაძლებლობა თუნდაც რაღაცა ტიპის შეხვედრების გამართვის, თუ ეს უფრო მეტად საგანმანათლებლოა, სადაც ადამიანები რაღაცა ტიპის ხრიკებს, ტექნიკებს სწავლობენ, როგორ წარმოაჩინონ ღვინო? გავაერთიანეთ 3 აუცილებელი ელემენტი. ცნობადობის გაზრდა, შესაბამისად ინფლუენსერები, ვინც ჩამოვლენ იმ ღვინოს, რომელსაც დააგემოვნებენ, იმ ადგილებს, რომელსაც ვესტუმრებით, ეს იქნება ვახშამი, საუზმე თუ დეგუსტაცია, ამაზე კონტენტს შექმნიან. მეორე ელემენტი არის დისტრიბუცია და ჩვენ ჩამოყავს ადამიანები, ვინც იმპორტიორები არიან სხვადასხვა კონტინენტებიდან და ამაზეც ვისაუბრებთ, თუ როგორ გაუმჯობესონ და გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და მესამე ელემენტი ეს არის ადამიანების ნეტვორკინგი და ამის საშუალებაც ამ ჩვენი ღონისძიების დროს მიეცემა და B2B-ის შეხვედრების დროც დაეთმობა ნებისმიერ კომპანიის წარმომადგენელს, ვინც ჩვენ იყიდის ბილეთს და გვესტუმრება. შეიძლება იყიდონ ეს ბილეთი? TicketJet-ზე. TicketJet-ზე შეუძლია ყველა ადამიანმა შეიძინოს ეს ბილეთი და ღონისძიება სატარდება, იმიტომ რომ ხშირად ხომ შემთხვევა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები სხვა დღეებში ტარდება თბილისში, კახეთში. თქვენ სად ატარებთ ამბავი? აკადემიური ფორმატით შეხვედრას ვატარებთ თბილისში, ანუ ერთდღიანი ფორუმი აკადემიურ ფორმატში იქნება თბილისში, სასტუმრო ტელეგრაფში, რომელიც გაიხსნება 20 რიცხვში და 26-ში იქნება ჩვენი ღონისძიება. ანუ რუსთაველს ახლა გახსნეს სასტუმროში, სადაც პირველად ადამიანები 20 რიცხვში შევლენ, აი აქ გაიმართა, იმიტომ რომ თვითონაც ლოკაციაც საერთოდ ისეთია და გარემოც ისეთია, სადაც ძალიან ადვილად მოხიბლა უცხოელ ინფორმაციის გავრცელების საშუალება, რასაც რეალურად მადამ სომელიას პლატფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, ხო? აი სასტუმრო ტელეგრაფიც თავისი ისტორიით და დღევანდელი იმითი კარგად ჯდება. და თავისი კონცეფციით კარგად. რა კონკრეტულ შედეგებს ელოდებით აღნიშნული ფორუმისგან, რა გსურთ რომ მიიღოთ აღნიშნული ღონისძიებისგან და რა შემთხვევაში იტყვით, რომ ეს ღონისძიება არის წარმატებული და ამ ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ზოგადად ჩანაფიქრი დიდი გვაქვს. პატარა კორპორაციებში, როცა დამბოშევარი ხარ და დიდი გამოცდილება გაქვს, საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით, რაც ჩემი წინა კარიერიდან გამომდინარე მქონდა, რეალურად გადავწყვეტეთ, რომ პირველ რიგში მადამ სომელიე როგორც პლატფორმა ემსახურება, ანუ ჩვენი მისია. გავზარდოთ საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს ცნობადობა მსოფლიოში. ასევე გავზარდოთ
მოთხოვნა, როგორც ღვინის მიმართულების ტურიზმზე და პლუს ჩვენ თვითონ დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბრენდებს, აი ამ ეკოსისტემაში, ენოგასტრონომიაში, რომ და ტურიზმში, რომ სათანადო დონეზე წარადგინონ საკუთარი თავი, თუ ბრენდი, თუ პროდუქტი საერთაშორისო ასპარეზზე. ანუ ჩვენი პლატფორმის საფუძველზე ასევე ვთავაზობთ აი ამ კომპანიებს, რომ მოვემსახურებით ბიზნეს კონსალტინგის კუთხით, დაწყებული იდეიდან, ბრენდინგიდან, დამთავრებული სტრატეგიით, როგორც კომუნიკაციის და მარკეტინგული, დამთავრებული თუნდაც ბიზნეს განვითარების და საერთაშორისო ასპარეზზე ექსპორტზე გატანის. დიახ, იმიტომ რომ საერთაშორისო გაყიდვები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იქნება. რადგანაც იცით რა, როდესაც ოჯახი სულ წელიწადში 15 ან 20,000 ბოთლს ასხავს და მართლა ხარისხზე არიან ორიენტირებულები. იცოდნენ ზუსტად როგორ მართონ სოცქსელი, როგორ ჯობია ლოგო და ეტიკეტი გაამზადონ, როგორ ეკონტაქტონ პოტენციალურ იმპორტიორებს საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან რთული ამოცანა. და რაც ჩვენ შეგვიძლია, ამ რგოლს შევავსებთ სიამოვნებით, მათ აკეთონ თავისი საქმე ხარისხიანად და ჩვენ გვერდში დაუდგებით, რომ უფრო წინწაწევლები იყვნენ და ცნობადები სოფლიოში. რამდენად დიდი ინტერესი გამოიჩინეს ქართველმა მეწარმეებმა, მეღვინეებმა, რომელთანაც ამ იდეით მიდიხართ? არის მედალს აქვს ორი მხარე. ყველა ამბობს, ვაიმე, აუცილებლად ჩვენთან მოიყვანე, თუმცა ამ მასშტაბის პროექტს სჭირდება დიდი რესურსი და მე მადლიერი ვარ ჩვენი მხარდაჭერების, ანუ ეს არის საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის განვითარების სამინისტრო და ეროვნული ღვინის სააგენტო და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია, ვინც გვერდში გვიდგას ამ დიდი პროექტის განხორციელებაში. თუმცა კერძო სექტორი მეტად უნდა ჩაირთოს, იმიტომ რომ პროექტი უზარმაზარია და მარტო მე და ჩემი პარტნიორის წყალობით ვერ აუვდივართ რა, ანუ იმ ელემენტარულ ხარჯებს, რაც საჭიროა და იმიტომ რომ წარმოვიდგენია მარტო 15 ადამიანის მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოყვანა, შემდგომ მათი მასპინძლობა, ეს ცალკე თანხები ჯდება. ცალკე რომ არაფერი ვთქვათ იმ ივენტზე, იმ ღონისძიებაზე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს და რამდენიმე დღეს უნდა მოიცავდეს. სავარაუდოდ ეს სოლიდური თანხა ჯდება და რომ სპონსორები ძალიან რთული იქნება ამ ღონისძიების ჩატარება. რეალურად ამ ეტაპზე სპონსორების იმედი გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით ინფლუენსერი თვითონ ცნება, ხო, ადამიანი, რომელიც მედიაში მოღვაწეობს. მისი სამუშაო ანაზღაურება ხდება ზუსტად ჰონორარებით. ჩამოდის, იღებს, ფიქრობს, კონტენტს დებს და მერე ამას კრავს და ანთავსებს თავის აუდიტორიაზე. აი ამისი ფასეულობის ჯერ კარგად არ არის გათვითცნობიერებული ამ მიმართულებით. ასეთი ტიპის რეკლამის. ხო. როცა ტელევიზიაში ანთავსებ რეკლამას, რადიოში ანთავსებ რეკლამას, რაღაც ტიპის ხელშესახები გაქვს და იცი რომ რაღაც კონკრეტულ არხს, კონკრეტულ მაყურებელს შეუძლია ნახოს, მაგრამ როცა ინფლუენსერების მიმართულებით ეს კულტურა გონია რომ ცხადად ჯერ არ დამკვიდრებულა. ეხლა იწყება. სილამაზის ინდუსტრიაში ქართველი ბლოგერების გაზრდაზე ხო თქვენ დაიწყეთ მუშაობა გლოსტორნიკე. თქვენი პაწარმატებული პროექტი იყო ზუსტად და დღესაც არის და ძალიან და ამ მიმართულებით ჩვენთან არ არიან ღვინის კუთხით საქართველოში ბლოგერები არიან, თუმცა არც ისე ბევრი ვართ, იმიტომ რომ მეც ვითვლები და ვამბობ და თან იმდენად სპეციფიურია ღვინო, რომ მარტო კარგი კომუნიკაციების უნარი საკმარისი არ არის. პირადად მე 10 წელი დავხარჯე და დღესაც ვაგრძელებ განათლების მიღებას, პროფესიონალური განათლების მიღებას, როგორც საქართველოში, აი ხეცურიანის სომელიეს სკოლა ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში და ასევე საზღვარგარეთ, აი ესეთი თუნდაც ღვინის კუთხით არსებობს WSET პროგრამა, რომელიც ღვინის შეფასებას საერთაშორისო სტანდარტებს გასწავლის და ხეცურიანის სომელიეს სკოლა ზუსტად ამას საშუალებასაც აძლევს ყველას, რომ
ეს ისწავლა. პროგრამაც გაიარო საქართველოში და რას მოიცავს ნინი ღვინის შეფასება? საერთაშორისო ღვინოებს, ჯიშებს, სტილებს. იცოდი რომ ღვინო სტილია აქვს? შენი ალბათ ღვინის არ. სტილი რომელია, თორნიკე? არ ვიცი. მე არ ვარ ღვინის მწარმოებელი. ხო, ანუ ამიტომ fashion-იდან და beauty-სგან შორს ზარდ გა. არ ვარ. ანუ თავისი სტილი აქვს ყველა და რა განსაზღვრავს ამ სტილს? თქვენი გემოვნური რა მახასიათებები აქვს ამ კონკრეტულ ღვინოს? თქვენ წითელი ღვინო სტილი მოგწონთ და თუ თეთრი უფრო გამშვენებთ. შეიძლება ქარვისფერი ღვინო უფრო მოიხდინოთ, იმიტომ რომ ეს სტილი მსოფლიოს ასპარეზზე ზუსტად საქართველოს შემოიტანა, რადგან შეინარჩუნა 8000 წლიანი ღვინის ქვევრში დამზადების ტრადიცია. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს არა მარტო ასეთ ტიპის ღონისძიებები, არა მარტო ემსახურება კონკრეტული ტიპის მარკეტინგულ საფუძვლებს და მიზნებს, არამედ აღნიშნული ტიპის ღონისძიება ემსახურება ხოლმე დარგის განვითარებას ზოგადად არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, როდესაც 15-ს თქვენ შემთხვევაში ცნობილ ადამიანს, რომელიც ღვინის თემით არის დაკავებული, რაღაც საერთო თემაზე ამუშელებ, რაღაც საინტერესოსაც იღებ ხოლმე ამით. ხო არ იგეგმება მსგავსი ტიპის შეხვედრების მომავალშიდაც გამართვა არა ამ მასშტაბით, არამედ დღევანდელი თანამედროვე ტექნოლოგიებით, თუნდაც ონლაინ მიმართულებით ძალიან ბევრ შესაძლებლობას გააძლევს, რომ აზრი გააცვალო რაღაცა ტიპის კონტენტი გააკეთო. რას აპირებთ მომავალში? მომავლის გეგმები გვაქვს ძალიან დიდი. პირველ რიგში ეს ღონისძიება უნდა გახდეს ყოველწლიური, როგორც აღნიშნე, ანუ კრეატიული ადამიანისთვის ეს იქნება ბლოგერი, მარკეტერი, PR პროფესიონალი, ღვინის ტურიზმში მომუშავე ადამიანი თუ ღვინის კომპანიის წარმომადგენელი მთელი მსოფლიოდან უნდა საქართველოში ჩამოსვლა ყოველ წელს. უნდადეს. ეს არის ჩვენი ამოცანა. ანუ რა ვთქვით, როცა დავიწყე ფიქრი თუ როგორ ამოვხსნა ეს მიზნები, რაც ჰქონდა მადამ სომელიეს, ზუსტად ეს იდეა დაიბადა. თუმცა სომელიეს პროფესია ეს არ არის მარტო ღვინო. არსებობს ჩაის სომელიე, არსებობს ლუდის სომელიე, წყლის სომელიე, ყავის სომელიე და ზოგადად სიგარა, კარგი შეხამება, კერძის და სასმლის, ესეც ყველაფერი არის სომელიეს პროფესიაში მოთავსებული და ამიტომ ჩვენ ბრენდის მადამ სომელიეს ბრენდის ქვეშ სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავთ სამომავლოდ და ამაზე აუცილებლად შეგატყობინებ. დიდი მადლობა, რადგან ჩვენ საერთოდ დრო იწურება, ბოლო კითხვით მინდა გადავიდეთ თქვენი სამომავლო გეგმები. უკვე ვიკითხე, ხო არ ფიქრობთ თქვენი ღონისძიების უფრო მეტად საერთაშორისო ბაზარზე გაატანეს, იმიტომ რომ პლატფორმა, რომელიც თქვენ შექმნით, მგონია რომ მარტო ქართველებისთვის არ იქნება საინტერესო. რა გეგმები გაქვთ საერთაშორისო კუთხით? გეგმავთ ჯერ რეგიონისათვისებას, ვიწყებთ საქართველოში, იმიტომ რომ პატრიოტები ვართ. და მერე აუცილებლად რეგიონის მასშტაბით გვაქვს გეგმები განვითარების და მერე იმედია რომ უფრო დიდ ფართოდ გავშლით ფრთებს და სხვა საზღვრებსაც გადავალთ. მე მინდა რომ გისურვოთ ფრთები ისე გაგეშალოთ, რომ მარტო საქართველოს და მეზობელი ქვეყნები არ მოგეცვათ და მთელი მსოფლიო მოგეცვათ, იმიტომ რომ მართლაც კარგ საქმეს აკეთებ. იმაზე კარგი რა არის თუ არა რომ საქართველოს ქართული კულტურა, ქართული მეღვინეობა, ქართული სუფრა და საქართველოს გააცნო მთელ მსოფლიოს, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ქართველებს ეს მართლაც ამაყო გვაქვს რომ ღვინის სამშობლოდ ვითვლებით და ვცდილობთ რომ მსოფლიოში ამ მიმართულებით რაღაცა წვრილი ჩვენ შევიტანოთ, თუნდაც ჩვენი ქვევრით და კარგია რომ ასეთ საქმეს უძღვებით. მე ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ, ჩვენ საერთოდ დრო სამწუხაროდ ამოიწურა. ნინი კინქაძე იყო ჩვენი განაცემის სტუმარი, პლატფორმა მადამ სომელიეს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ჩვენ საუბრობდით ღვინის მარკეტინგისა და მედიის ფორუმზე, რომელიც 26 ივნისს გაიმართება თბილისში. დღევანდელი ჩვენ განაცემა ამით ასრულებულია, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ სამშაბათს დროებით.